ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება 18 წლის ლაშა ნარიმანიძე, რომელიც ლივლოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. მის მდგომარეობას მედიკოსები კრიტიკულად აფასებენ. იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 13 ბავშვის მდგომარეობა კი დღეისათვის უკვე გაუმჯობესდა. პაციენტებს სავარაუდოდ სახლში დღეს გაწერენ. გაუმჯობესდა ასევე ღუდუშაურის კლინიკაში მყოფი ფეხმძიმე ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ქლორის გაჟონვის შედეგად სულ 70-მდე ადამიანი დაზარალდა. მათი უმრავლესობა ამ დროისათვის კლინიკებიდან უკვე გაწერეს. Ჩავთვლით ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობას, რომელიც მძიმეა, ჯერჯერობით იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. სხვა მხრივ საერთო სურათი შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელია. ვფიქრობთ, რომ დღეისათვის უკვე ყველა ავადმყოფი, დარჩენილი ავადმყოფები გაეწერებიან ბინებში. ზოგიერთი ჩვენ მაინც დავტოვეთ 24 საათიან კონტროლის რეჟიმში, მათ შორის ორსული, მათ შორის ადამიანები, რომლებსაც აქვს სხვა სომატური დაავადებები. ავადმყოფის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, იმყოფება ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკის სტაბილიზაციის მიზნით საჭიროებს მედიკამენტოზურ მხარდაჭერას, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. 13 პაციენტი იყო მოთავსებული, მათ შორის მძიმე პაციენტი არც ერთი არ ყოფილა. პაციენტებს ჩაუტარდათ სათანადო კვლევა, მკურნალობა, მდგომარეობა დღესდღეობით არის დამაკმაყოფილებელი და ვაპირებთ პაციენტების გაშვებას.